მაინაშვილს რაც შეეხება მე კიდევ ერთხელ ხაზგასმის მინდა ვთქვა ეს ადამიანი ნახე მეორედ ეხლა პირველად ნახე რომ განცხადება გავრცელა ვფიქრობ რომ ამ ადამიანის ან შეცდომაში ყავჩევანილი ან მოქმედებს სხვა მიზეზებით მას აქვს სრული უფლება თავისი აზრი გაავრცელოს შეურაცხყოფის მიყენებას თავი დაანებოს და რაც შეეხება მის ტირაჟირებას ხო ესეც ვთვლი რომ ეს უფრო დიდი შეცდომაა იმ შემთხვევაში როცა მარგინალთან აქვს ვფიქრობ რომ ამის უკან დგას ის ადამიანები ვისაც აწყობს ეხლა ეს თავარი თემებიდან ყურადღება გაატანილი იქნას იმაზე რაც ბევრად უნიშნავს დღეს უკვე თანამდებობაზე არ ვარ და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ თვალსაზრისით უკვე ნაკეთები სახალხო დამცველის ოფისში შეკრებილები ომბუდსმენის ანგარიშს დადებითად აფასებენ თუმცა მათი თქმით ხელისუფლება სუბაშს არც ამ მოხსენებაზე მოახდენს რეაგირებას ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით ისევე როგორც 2007 წლის ანგარიშს ამ მოხსენებასაც პარლამენტი მოისმენს და ყურადღების გარეშე დატოვებს. მე ვშიშობ რომ სუბაშის ამ მოხსენებამაც არ გაიზიაროს წინა მოხსენებების წესი როდესაც პარლამენტი მას ესმენდა მაშინ როდესაც კონკრეტულად აღარ იყო აქტუალური ეს თემა მაგრამ თუ ეს მოსწავლეა აი მოხსენებიდან იზაპეცია თუ ჩვენ ვარ ცივილური ქვეყანა მაშინ სააკაშვილი და ზერაბიშვილი სასწავლებელში ნამიერია ყველა ამ სამართალ გარღვევაში კანონის გარღვევას რომელსაც ჰქონდა რომელიც ჩამოთვალა ბატონმა სოზარმა ხელმძღვანელობდნენ მაღალი თანამდებობის პირები და ამას ყველაფერს ამ პირამიდას სათავეში უდგას ერთი კაცი მიხეილ სააკაშვილი მისი პოლიტიკური ნებით ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ ეს ნება სახალხო დამცველის ოფისში დღეს წარმოქმნილი მოხსენება პარლამენტს 30 ოქტომბერს გადაეგზავნა თუმცა მისი გახსოვება საკანონმდებლო ორგანოში ჯერ არ დაწყებულა 2008 წლის ანგარიშის ორიგინალს სადაც პოლიტიკური ნიშნის ზეწოლისა და ადამიანების წამების ფაქტებზე საუბარი ომბუდსმენი ფართო საზოგადოებას 2 დეკემბერს წარუდგენს. პატრონის მიერ მოხმული ამირან რობაქიძის გარდაცვალებიდან 4 წლის თავთან დაკავშირებით დიდობის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონთან გადაცვლით ოჯახის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეიწირნენ. პანთეონთან იმყოფებოდა ასევე გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია. შესაძლოა ამირან რობაქიძის მკვლელობის შესახებ სტუდია რეპორტიორის მიერ გადაღებული ფილმის ჩვენებაც მოეწყო. როგორც ამირან რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილისა და მისი ბანდის ხელისუფლების სათავეში მოსვლიდან 1 წელში 2004 წელს მისი შვილი დახვიდეს. პრაქტიკულად იურიდიულ პროცესში რო აიღოთ, ყველაფერი გაგონილა არაა დაკითხული არ დონეზე, არც მიხაზე. 3-4 წელი მიწევთ ალბათ ეხლა ამ შესაძლებლობას მაგაშირებით შეიძლება გამოვიდეს, იმიტომ რომ ის არ არის გასამართლებული როგორც ბავშვი მოკლა და დაახურიტა. ის არის გასამართლებული სამსახურეო მოვალეობის გადაჭარბების გამო. 4 წელი გავიდა და არ უჩერდებით, არ გავჩერდებით არასოდეს რა. იმის მაგივრად რომ იგი დაესაჯა და ამით მართლაც სახელმწიფოს ინტერესები დაესვა, ხელისუფლებამ, პოლიციელებმა, პროკურატურამ, თვითმსახურებმა და თვით მიხეილ სააკაშვილს ყველაფერი გააკეთეს საიმედოდ რომ დაესწრა ბაშალეიშვილი და ის ადამიანები როგორც არის დონაძე და მიხაზი და სხვები, ვინც დადგეს სპექტაკლი საიმედოდ რომ დაეფარათ კვალი მკვლელობის და არ მომხარებდა დაიჭრა ბაშალეიშვილისა და იარაღი ჩაუდეს მათ მოკლულ რობაქიძეს და მის ხუთ მეგობარს. ბოლო საპრეზიდენტო ვადაში ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავარ ამოცანას ქვეყნის გამთლიანებასთან ერთად დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას ასახელებს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა თესლზენაეს სასამართლოში მოსამართლეების სპისის დადების ცერემონიაზე განაცხადა, ბოლო წლებში დაწყებულია სასამართლო სისტემის მშენებლობის ახალი ტალღა. მისივე თქმით, წინამთავრობის დროს სასამართლო სისტემას სერიოზულად არ აღიქვამდნენ. პრეზიდენტის აზრით, ჯერჯერობით ყველა ინსტიტუტი საქართველოში ბოლომდე დაცული არ არის და ეს პროცესი აუცილებლად უნდა მივიდეს ბოლომდე. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს დაცულობისა და სამართლიანობის განცდა. ამ მიმართულებით კი მნიშვნელოვან ნაბიჯებად პრეზიდენტი ნაფიც მსაჯულთა სისტემაზე გადასვლას, იუსტიციის საბჭოს რეფორმირებას და აგრეთვე მოსამართლეებისთვის გარანტიების შექმნას ასახელებს, რაც მათ უვადოდ დანიშვნაში გამოიხატება. რესურსზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე ფიციდადო 6-მა მოსამართლემ. მოშამას დაჭირდა 30 მეტი მოსამართლის 40-მდე ისე გამას პასუხისმგებლობის საკითხის დაცვა და ძალიან მაგალითია. ჩვენ დაუმატირეს პროცედურა და პროცესები გრძელდება უფრო მოკლეა და უფრო კონკრეტულია და ზოგადად ჯოჯოხეთური კოდექსი როგორც იყო გამარტივდა და ეს პროცესი გავაგრძელოთ აქ ხართ მაღალი დონის სპეციალისტები ყველა სფეროში და მოგიწოდეთ რომ ყველანი ამ მიმართულებით ყველამ გავაგრძელოთ ასე თეორიული და პრაქტიკული მშრომლობის მიმართულებით ჩვენ
ზოგადად სასამართლო ჯერისხმას ყველა გამოკითხვით ყოველდღე შეიძლება და ნაფის საზღვაო სასამართლო ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინგრედიენტი ნაფისის საქართველოში გამართლების მეორე ნაბიჯი ეს არის ჯუსტიციის საწყის რეფორმირება თქვენი თვითონ პრეზიდენტი პრაქტიკულად ჩამოშორდა მოსამართლეების დანიშნულ პროცესს თუმცა ისიც კარგად იცის პრაქტიკულად არ ჩაურეულო არც მანამდე სანამ ფორმალურად ევალებოდა და მესამე ეს არის გარანტიები მოსამართლეებს ჩვენ შემოგვაქვს მოსამართლეების სამუდამო დანიშნა ეს ფაქტი ძალიან ბევრი ქვეყანაში არ არის და უმეტეს სოფლიო ქვეყნებში არ არის შეიძლება ვისწრებოდნენ აქტია და ჩვენ მიუხედავად იმისა რომ საქართველოში ეკონომიკური კრიზისი სოფლიო აქცენტ აბსოლუტურად ზუსტად ისწავლეს უარყოფით გადავლინა და ჩვენ შევაქცევთ და შემოსავლა გადასაგებია 25% და თავისთავად კონტრაქტებს მიუხედავად ამისა პოლიტიკური და კიდევ 200 არის ის მოსამართლეების პროცესი კონტროლის პალატის უფლებამოსილება ძლიერდება, როგორც დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ლევან ბეჟეშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კონტროლის პალატის საქმიანობაში გაიზრდება ოპოზიციის უფლებები. დავით ბაქრაძის განმარტებით ახალი კანონპროექტის თანახმად პალატა სახელმწიფო ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მომზადების პროცესში აქტიურად ჩაერთვება და ხარჯვისა და შესრულების მდგომარეობის შესწავლის შესაძლებლობა ექნება. აღსანიშნავია, რომ ახალი კანონპროექტის თანახმად კონტროლის პალატას კერძო სამართლის სუბიექტების საქმიანობაში ჩარევა არ შეეძლება. ბევრი ქვეყნიდან განსხვავებით, ჩვენ ოპოზიციას ვაგებთ საკუთარ მნიშვნელოვან დარგებას და მონაწილეობა მიიღოს კონტროლის პალატის საქმიანობაში და შესაბამისად მონაწილეობა მიიღოს მთავრობაზე ზედამხედველობის კუთხით. პირველი ეს არის ის, რომ ოპოზიციურ ფრაქციებს ეძლევათ უფლება სასოციო პერიოდში მოითხოვონ კონტროლის პალატისგან არაბიზმური შემოსა და ნებისმიერ საკითხზე, რომელსაც ის ადვიან საჭიროს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ საკანონმდებლო ინიციატივით იქნება კონტროლის პალატაში დაობის განხილველი საბჭო, რომელიც განიხილავს ყველა იმ პრეტენზიას, ყველა იმ საბჭოს, რომელიც დაკავშირებული იქნება სახელმწიფო ორგანოების საქმიანობასთან და აქ ამ შემთხვევაში დაობის განხილველ საბჭოს მონაწილეობას მიიღება პარლამენტის წევრები. საფრანგეთის მთავრობა საქართველოს 5 მილიონამდე ევროს გადანობის შეღავათიან საცდელს გამოუყოფს. ნახат თბილისში ქვიშიანის მთაზე განლაგებულ სამოქალაქო დანიშნულების სარადარო სისტემის აღდგენას მოხმარდება. სარადარო სისტემა 13 აგვისტოს რუსეთის სარაკეტო დარტყმისას დაზიანდა. განადგურდა ამერიკული წარმოების პირველადი და მეორადი რადიოლოკატორები და მათი ინფრასტრუქტურა. საფრანგეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი ცეცხლი 18 წლიანია. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საფრანგეთის მთავრობის დახმარება სწორედ დონორების მიერ გამოყოფილი დახმარების ერთ-ერთი ნაწილია. როგორც მან განაცხადა, ეს არის არა მხოლოდ ეკონომიკური დახმარება საფრანგეთის მთავრობის მხრიდან, არამედ პოლიტიკური, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში უსაფრთხო ფრენებს და სამოქალაქო ავიაციის განვითარებას. საფრანგეთის დელეგაციის წევრების მიზეზ დახმარება არის საფრანგეთის ვალდებულების ერთ-ერთი მაჩვენებელი, რომელსაც იგი იღებს საქართველოს წინაშე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის დახმარება, რომელიც საფრანგეთმა გაგვიწია ამ პერიოდის მანძილზე, ის პოლიტიკური და ეკონომიკური დახმარება, ჩვენ ძალიან დახმარებას შეძლებთ. ეს იქნება როგორც ესეც დონორების დახმარების ფარგლებში, ისე პოლიტიკური დახმარების, რომელიც პრეზიდენტ სარკოზიმ რამოდენიმე დღის წინ თვითონ გამოაცხადა. ამ ეტაპზე ჩვენ ვისაუბრეთ თავისუფალი ვაჭრობის თემებზე და ეკონომიკურ კიდევ უფრო განვითარებას, ურთიერთობების განვითარებას ჩვენ ორ ქვეყანას შორის. კონკრეტულად ამ ეტაპზე დასრულდა იმ ცეცხლის გამოყოფა, რომელიც